გამარჯობა. დღეს დავისაუბროთ გერმანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით და იმაზე, რომ მას შემდეგ რაც პირველი ვიდეო ვტვირთე ამ საკითხზე, ძალიან ბევრ თქვენგანს ვეგონე დამსაქმებელი, თუმცა არა მეგობრებო, მე დამსაქმებელი არ ვარ, შემიძლია მხოლოდ ჩემი განვლილი გზის შესახებ მოგიყვეთ. საფეხურების და ეტაპების მიხედვით რომ დავიწყოთ, პირველი რასაც აკეთებთ არის ის, რომ უნდა აიღოთ პოლონეთის ვიზა. დღევანდელ პირობებში და გართულებული სისტემიდან გამომდინარე ეს როგორ მოხერხდება და საერთოდ რა საბუთები გჭირდებათ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და სამწუხაროდ ვერ მოგაწვდით, თუმცა შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. პირველ რიგში ავიღე პოლონეთის ვიზა და საკონსულოს მოსაკრებელი შეადგენდა მაშინ 135 ევროს და შემდეგ უკვე იწყებ სამუშაოს ზემნას გერმანიაში, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ დასაქმება უნდა მოხდეს პოლონურ კომპანიაში, რადგან თქვენ აქ გერმანიაში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლება სხვა შემთხვევაში არ გაქვთ. არც პოლონურ ფირმაში არ გაქვთ რეალურად მუშაობის უფლება, თუ არ გაქვთ მივლინების საბუთი, რომელიც სამთვიანია თუ არ ვწდები, შეიძლება სხვა ხანგრძლივობაც გქონდეს. რაც შეეხება დამსაქმებელს და ვაკანსიებს, შემიძლია გირჩიოთ ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ სავიზო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ უკვე უშუალოდ დასაქმებაში. ან ჩემი ბოლო დამსაქმებელი, რომელმაც მე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი კიდევ დაასაქმა. გაითვალისწინეთ, რომ TikTok-ზე როდესაც მწერთ, შეიძლება შეტყობინება არ მომივიდეს, ან ვერ ვნახო, რადგან ერთმანეთის გამომწერები არ ვართ და Instagram-ის ლინკი მითითებულია ჩემს პროფილზე და მანდაც შეგიძლიათ რომ შემეხმიანოთ და მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაცია.